ზოდიაქოს ნიშანი მათი ცხოვრება სრულიად შეიძლება 26 აპრილიდან ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ურანი გადადის ტყუპებში, ტოვებს კუროს 7 წლის შემდეგ და ეხლა უკვე 7 წელი იქნება ტყუპებში. ნუ პლანეტა ურანი თავისთავად ეხლა ძალიან მარტივი გასაგებია ის, რომ პლანეტა ურანი არის მერწყულის, ხო და ხო ხვდებით, ეხლა რა ცვლილებებზე შეიძლება იყოს საუბარი ტყუპების ცხოვრებაში. ეს ერთი, ანუ ცვლილებების პერიოდი მოდის, ვისაც ასევე ასცენდენტი შეიძლება მათ იმიჯზე იმოქმედოს ამ ყველაფერმა, სრულად გადასხვაფერდება თქვენი შეხედულებები, თქვენი ცხოვრება და მეორე სიახლე, რაც ასევე მინდა გითხრათ, ეს გახლავთ ის, რომ იუპიტერი გადადის ლომში 2 ივლისიდან და ეს აისახება ტყუპების სიმბოლურ მესამე სახლზე. მესამე სახლი ეს რა არის, ხო? ეს არის სწავლა, ეს არის კონტაქტები, ურთიერთობა და მოგზაურობა. რა ძალიან უყვარს ტყუპებს, ალბათ ამეთახვები და ზოგადად როცა ტყუპები ემოციურ განწყობაზე არის, ანუ დადებითი ემოციები აქვს, თუ უარყოფითი ემოციები აქვს, ეს ადამიანები ყოველთვის ამას კომუნიკაციით გამოხატავენ. თუ არ ამოიღო თავის სევდა, თავის სიხარული, არ გაუზიარა მეგობარს, ახლობელს, არის არა მანქანი, თუნდაც ხო არ იყო მოძრაობაში, მას სხვაგვარად არ შეუძლია. აქედან გამომდინარე, მესამე სახლზე აისახება თქვენ შემთხვევაში, აქედან გამომდინარე, იქნება მოგზაურობა, იქნება ახალი კონტაქტები, ახალი ურთიერთობები, იქნებით აი სულ რაღაცა ესე გადაადგილებაში და კარგი პერიოდი იქნება, მოკლედ 2 ივლისიდან 1 წელი ისარგებლეთ, გამოიყენეთ ტყუპებო, სხვათა შორის მე მთვარე ტყუპებში მყავს, ხომ ეტყობა რა, ზოდიაქოთი მერწყული, მთვარე ტყუპებში, ხო, და ეს არის ნიშნები. ხო, უფრო მარტივად ვუკლავდებით ნეგატიურ ემოციებს, რომელიც არის და სხვათა შორის მეც ძალიან მიყვარს, როცა გამოვხატავ ხოლმე სხვებს უზიარებ, თუმცა ეხლა ცოტა შეიცვალა ჩემთვის და ეხლა ერთ-ერთი საუკეთესო, ანუ თუ გარშემო არ გაქვთ სურვილი რომ სხვა ადამიანს გაუზიარო თქვენი დადებით და უარყოფითი ემოციები და თავისთავად ემოციებზე პასუხისმგებელი არის მთვარე, ნატალურ რუკას შეგიძლიათ უბრალოდ აიღოთ ბილეთი და გაფრინდეთ რომელიმე მიმართულებით. აი ეს ძალიან კარგად მოქმედებს. ან გაფრინდეთ, ან თუნდაც ადრე წახვიდეთ რა.